კარგი, მეორე სპიკერზე გადავიდეთ. სცენაზე მინდა მოვიხმო ET Summit-ის დაფუძნებელი, თანადაფუძნებელი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით SEO-ს, SEM-ის და სოციალური მედია მარკეტინგის გურუ, არცმეტი ალექსანდრე ჩომახიძე. მადლობა მიკროფონს ატარებთ. აუდიტორები. კიდევ გამარჯობა მეგობრებო. პრეზენტაცია რო ჩაერთვება დავიწყებ. ესე იგი, პატარა შესავალს გავაკეთებ, სანამ დავიწყებდეთ. მე კონტენტის კუთხით არ უბრალოდ ტექნოლოგიის კუთხით ვარ. უფრო ტექნიკურად მიყვარს ყველაფრის ყურება, მეტრიკებზე ვგიჟდები და ყველაფერი რო სწორად არის ბექში, რაც წინ არ ჩანს. შეიძლება ძალიან მაგარი კონტენტი გქონდეს, მაგრამ შედეგი საერთოდ არ მიიღო, იმის გამო რომ რაღაც გამართული არ გაქვს. ან შეიძლება ძალიან მაგარი ვებსაიტი შექმნა, მაგრამ SEO თუ არ გაქვს გამართული, შენს ლამაზ ვებსაიტს უბრალოდ ვერავინ ნახავს, ვერავინ მიაღწევს მაგამდე. დღეს მინდოდა რომ რაღაც კროსი გამეკეთებინა თან ტექნიკურ საკითხზე და თან კონტენტ კრეატორებისთვის რომ კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო. რადგან ქართველებს უფრო რატომღაც ეგრე მგონია რომ გვიყვარს ვაირალ კონტენტი. გვირჩენია რომ მილიონი ნახვა ჰქონდეს ვიდეოს, მაგრამ სრული ნახვა იყოს მაგენან 5 მხოლოდ. გვახარებს მეტი ლაიქები, მეტი ფოლოვერები და ტექნიკურად არ უყურებთ. აი დაახლოებით 1 კვირის წინ დამიკავშირდა ერთი ინფლუენსერი რაღაც დაწესებულებას გავაპიარება, ვიდეოს ჩავწერო და ძალიან ბევრი თხოვნის შემდეგ გამომიგზავნა სტატისტიკა და ვნახე რომ მის კონტენტს ბევრი რიჩი ჰქონდა, მაგრამ ინტერაქცია იყო 0. ჰქონდა ძალიან ბევრი ნახვა ვიდეოზე, მაგრამ სრული ნახვა იყო მართლა 100. ამიტომ უარი უთხარი და ძალიან ეწყინა. მაგრამ რეალურად დღევანდელი თემა ეხება შემდეგს, რომ რა ხდება მეტრიკებს იქით და რეალურად შეიძლება თქვენ დადოთ რაღაც კონტენტი, მაგრამ ამ კონტენტს რო დადებთ არ გქონდეთ ბევრი ნახვა, საერთოდ რეაქციები არ იყოს მის მიმართ, მაგრამ მიიღოთ დიდი შედეგი. აი მაგალითად მე და გიგი კურტანიძე ვიდექით, საუბრობდით და ერთი ძალიან კარგი ადამიანი მოვიდა და უთხრა რომ გიცნობთ თქვენ ბავშვობიდან გიყურებთო. და ამ ყველაფერს ქვია dark social-ი. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? Dark social-ი არ არის არც dark-ვები, არც dark magic-ი არ არის. ეს არის პრივატული ანალიტიკა, რაც ნიშნავს, რომ მე შეიძლება რაღაც კონტენტი ვნახო და გავაზიარო საერთოდ ჩატში, ჩემ უფროს ჩაუგდო, ჩემს მეგობრებს ჩაუგდო, არ დავტოვო რეაქცია საერთოდ, მაგრამ რეალურად შედეგი იყოს. რამოდენიმე თვის წინ, ხო, მეტრიკები ილუზია არის. ილუზია, შეიძლება მე მეტრიკებმა მაჩვენოს ძალიან მაგარი შედეგი, მაღალი ციფრები იყოს, მაგრამ რეალურად გაყიდვა 0 მქონდეს, ან საერთოდ შედეგი არ იყოს და იცოდეთ 2025 წელი ის წელია, როდესაც ფოლოვერების რაოდენობას მნიშვნელობა არ ექნება და პირველი ამაზე Instagram-ის CEO ადამ მოზერმა დაიწყო საუბარი. მაგალითისთვის გვეტყვით, ყველაზე ცუდი ალბათ ეგ არის ვიდეო ჩავწერე ამასთან დაკავშირებით, თუ რა ისაუბრა ადამ მოზერმა, მე TikTok-ზე 2500 ფოლოვერი მყავს, საერთოდ არ მოუწოდებ ხოლმე არავის, ხანდახან ბოლოში ვამბობ, რომ საერთოდ არ დამაფოლოვოთ. თუ გაინტერესებს წაიღე ინფორმაცია რა უბრალოდ და დავდე ვიდეო, სადაც ერთ-ერთ თაღლითურ კურსზე იყო ლაპარაკი, რომ უბრალოდ საუბრო, თუ შეიძლება ეს არ შეიძინოთ, იმიტომ რომ სისულელეა კურსის ავტორი გატყვევ და ასე შემდეგ. ვიდეოს ჰქონდა ძალიან ბევრი ნახვა. დაახლოებით 60,000 ნახვაზე ავედი და სრული ნახვა იყო 70%-ზე მეტი. რეაქცია არავინ არ დატოვა, ლაიქები საერთოდ არ ქონდა, მაქედან ფოლოვერები საერთოდ არ წარმოვიდნენ, მაგრამ წინა Spotlight-ზე ზუსტად 1 კვირის წინ ადამიანი მოვიდა და მითხრა რომ მე კურსი ნაყიდი მქონდა და უკან დავიბრუნე ფული. ჩემ მეგობარი დარეგისტრირდა და საბოლოოდ უარი განაცხადა. და ამ ყველაფერს ქვია dark social-ი. როდესაც მეტრიკების უკან რაღაც ხდება და ჩვენ არ ვიცით. ამ დროს ერთ-ერთი გამოსავალია ინტუიცია, ემოცია და ისეთი რამ უნდა ვიპოვოთ, რითაც გავიგებთ, მოახდინა თუ არა გავლენა ჩვენმა ვიდეომ ან ნებისმიერ სახის კონტენტმა. ნახვები ყოველთვის შედეგს და მოძრაობას არ იწვევს. CTR-ი ყოველთვის კონექშენებს არ იწვევს. retention-ი რეზონანსს ყოველთვის არ იწვევს. ეს არის რომ სწორმა ადამიანმა ნახა თქვენი კონტენტი და ძალიან ხშირად მიზნობრივი ადამიანი პირდაპირ გადმოდის თქვენთან, შეიძლება არც დაგალაიქოთ, არც დაგაფოლოვოთ,
მაგრამ ძალიან კარგი შედეგი დაგიტოვოთ და თქვენი კლიენტი გახდეს. ვიცნობ ბევრ კონტენტ კრეატორს, კარგს, ცუდს და უმეტესობას მილიონი ნახვები აქვს, მაგრამ შედეგი არ აქვს, პროდუქტი არ ეყიდებათ და იმ ხალხს, ვისაც მხოლოდ 500 ნახვა აქვს, მაგრამ ამ 500-დან სწორი აუდიტორია ყავს შერჩეული და სწორი მაყურებელი, უფრო მეტი შედეგი აქვს ამ მხრივ. რა არის dark social-ი? ეს არის private share-ები, group chat-ები, DM-ები, screenshot-ები და ეს მე მეგობარს გაუგზავნე, რომ ენახა და ემოცია გამოხატა. სამწუხაროდ ჩვენ ამ tracking-ს ვერ ვახდენთ. თუ მით უმეტეს ევროკავშირში შევალთ, გაგვიმართლებს და უფრო ვერ მოახდენთ ამის tracking-ებს, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ, მე private chat-ში რა თქმა უნდა tracking-ს ვერ გავაკეთებ. და ვერ გავიგებ თუ რა მოხდა. შეიძლება რაღაც ვარიანტები რომ გავიგოთ თუ ვინ ვის გაუგზავნა, ან საერთოდ DM-ები იყო თუ არა. მაგრამ ამას ვერ დავინახავთ მეტრიკებში. ბევრს გული დაწყდება, რომ კონტენტის კეთებას არ გააგზავნა. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ რაღაც ბუნებრივი, ორგანული, ადამიანური KPI, რითაც გავიგებთ თუ მოახდინა ჩემმა კონტენტმა საერთოდ შედეგი. ამიტომ მხოლოდ მეტრიკებს და მხოლოდ ციფრებს ფიზიკურად არ უნდა გავაკიდოთ. შეიძლება თქვენ კარგი კლიენტი გყავდეთ, რომელმაც რეკომენდაცია გაგიგზიათ, ან თქვენზე უბრალოდ ხმა გავრცელდა. 2024 წლიდან ჩაეშვა უკვე ანონიმური მესიჯები და ჯგუფებში დიდი ხანია უკვე არის ანონიმური კომენტარის და პოსტის დადება. ამაზე ტესტირება, როდესაც იყო დის ბრიტანეთში გატესტა Facebook-მა, ყველა ადამიანი უმეტესობამ დაიწყო ანონიმური კომენტარის გამოყენება. და რატომღაც ყველას უნდა რომ დაფარული იყოს, არ გამოჩნდეს. აი ჩემ მარკეტინგის ჯგუფში ხშირად ხდება ხოლმე რომ ვიღაც ანონიმურად რაღაცას კითხულობს და ამაზე დიდი პროტესტი მქონდა, ერთი კვირა გავთიშე საერთოდ ანონიმური პოსტები. და საერთოდ შეწყდა პოსტები. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ ერიდება, უტყდება, რატომაც კითხვა რო დასვას და უნდა რომ ანონიმურად გააკეთოს, მაგრამ იმაზე ვიყავი გაოგნებული, რომ ანონიმურად ტოვებენ რეაქციას, ანონიმური ლაიქები ვნახე, ანონიმური კომენტარები ვნახე და ფარავენ. რატომაც ისევ იმ წარსულში გადავდივართ, აი ფორუმები რო იყო თბილისი ფორუმს ძალიან დიდ პატივს ვცემ, Reddit-ის მსგავსი, სადაც მომფიქრებული nickname-ი გქვია და ეგრევ ტოვებთ ჩვენს აზრს, რომ არ ჩანვართ, რომ რეალურად ჩვენ ვართ. უფრო ფიქრობ უსაფრთხოდ გრძნობ თავს და ისე ჩემი აზრით ეგეთი დაფარული ადამიანი ისე იქცევა და ისე გამოხატავს თავს, როგორც რეალურად არის. იმიტომ რომ იმით ვფრთხილდებიან. ყოფილა რომ კითხვა დაუსვათ, პასუხი მიუღიათ ანონიმურად და შემდეგ უკვე public-ით დაუწერიათ ვიღაცისთვის ჭკუის სწავლება, ასე ვთქვათ. მაგრამ კარგია. თავარია სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ და სწორი ვასწავლოთ ერთმანეთს. ინტუიცია, ანალიტიკა გვაჩვენებს კი, რომ რა არის, რა მოხდა დაახლოებით. ინტუიცია გვეუბნება თუ რატომ. აი ხანდახან ყოფილა, რომ გამიშვია რეკლამა, რომელიც საოცრად იყო შეფუთული, აი მართლა მეტი რო არ შეიძლება და ვიფიქრე, რომ ალბათ დაანგრევს მეთქი, ყველა გადააზიარებს და ასე შემდეგ. მაგრამ ნოლის შედეგი ჰქონდა. საერთოდ არაფერი არ ყოფილა, მაგრამ შემთხვევით აი სადღაც რავი, რაღაც დებილობა გადამიყია, ესე გავქცეულა, ოღონდ ისეთი რომ ჩემი ბიზნესისთვის მოეტანა შედეგი, არც ტიტრები, არაფერი, არც ფერები, არც მიკროფონი. ნახვები ცოტა ჰქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი შედეგი მივიღე მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი გაზიარება ქონა DM-ებში ამ ვიდეოს. მათ ერთმანეთს გაუზიარეს ეს ინფორმაცია და საბოლოოდ dark social-ში მოვხვდი მე. რა ხდება ამ კუთხით? რით უნდა დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ემოციით ყოველთვის. პატარა ტესტები უნდა ჩავატაროთ და პატარა ტესტებში რა იგულისხმება? ვიდეოში მაგალითად უნდა ვთქვათ, რომ გაუზიარეს შენს მეგობარს. შენი მეგობარი რას იფიქრებდა? ჩვენ გვიყვანს ერთმანეთის კომენტარებში დათაგვა და ტრენდი წამოვიდა, რომ მეგობრები ერთმანეთს rilებს უგზავნიან და აკვირდებიან ერთმანეთის რეაქციებს. ყოველთვის დამალულ პატარა სიგნალებს უნდა გაყვეთ. ეს პატარა სიგნალები შეიძლება იყოს მაგალითად წლების წინ გადაღებული ვიდეო. მე მაგალითად გიგი კურტანიძე გავიცანი, YouTube-ზე უყურებდი, მეც მაგაზე დიდი არ ვარ ძალიან. და YouTube-იდან ვიცოდე, დღემდე ჩარჩენილი მაქვს გიგის ვიდეოების ემოცია. და მაქედან მახსოვს. ისე არ ვიცი რატო არასოდეს არც TikTok-ზე, არც YouTube-ზე არც ვალაიქებ, არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო პირადი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.
community. არასოდეს მით უმეტეს 2025 წლიდან არ ეცადოთ რომ თქვენი კონტენტი ვაირალი იყოს, დააკვირდით რომ მან დატოვოს ნამდვილი შედეგი, მიზანი არ გქონდეთ ის რომ უბრალოდ ბევრი ნახვა გქონდეს. თუ მიზანი ეგ არის, იმას მაინც დააკვირდით 100,000 ნახვა რო გაქვთ, ბოლომდე რამდენმა ადამიანმა ნახა ეს კონტენტი. და ეცადეთ რომ ყოველი კონტენტის პერიოდში რაღაც კონექშენი, ურთიერთობა გქონდეთ იმ ადამიანებთან. რადგან ეხლა უკვე ახალი სოციალების ტრენდი არის, რომ გამოჩნდება პატარ-პატარა კომუნიტები. Discord-ი იმატებს, Reddit-ი იმატებს და ეს დეცენტრალიზებული და კონკრეტულ თემაზე მიძღვნილი კომუნიტები უფრო წინწავა, ჯგუფები უფრო გაიზრდება და თქვენს დაგჭირდებათ რომ რაღაც სიახლოვე გქონდეთ თქვენს აუდიტორიასთან. Google-ში არის ესეთი რამ keyword-ები ორნაირია. ერთს ვეძახით long tail keyword-ებს, გრძელყუდიანები, მეორე short tail keyword-ები. Short tail keyword-ი არის მაგალითად სიტყვა Bitcoin-ი. მე რო სიტყვა Bitcoin-ი Google-ში ჩავწერო, მაჩვენებს ზოგად ინფორმაციას. ხოლო long tail keyword-ი არის რომ მე რო ჩავწერო, სად შეიძლება Bitcoin-ის იაფად ყიდვა, რომელი უფრო მიზნობრივი იქნება. რა თქმა უნდა მეორე. ამიტომ მიკროინფლუენსერები უფრო წინ მიდიან, ისეთები, რომლებსაც პატარა კონექშენები ყავთ. შეიძლება 15,000 ფოლოვერიანი იყოს ვიღაც ინფლუენსერი, მაგრამ კონკრეტულ თემაზე საუბრობდეს, კამერებზე, მოგზაურობაზე, ნებისმიერ სხვა თემაზე, სადაც კონკრეტული მომხმარებელი ყავს, რომელსაც ეს პროდუქტი აინტერესებს. წარმოიდგინეთ ახლა მე რო დამსვა სადმე და რა ვიცი, ლუდისმა რო დავიწყო და ეს ლუდი იყიდეთ, იმიტომ რომ მე ლუდი მევასება თქო, მაგრამ მე მგონი არავინ არ იყიდის საერთოდ, ლუდის ტექნოლოგი რო იქნება ტიპი და იმ ლუდზე ილაპარაკებს, რატო არის კარგი და მარტო ღიბის გასუქებაზე რო არ იქნება, უფრო საინტერესოც იქნება. ყველაზე დიდი გამარჯვებები მანამდე ალგორითმის განახლებამდე ძველ სოციალშიც არის dark social-ში. სანამ ციფრულ ტექნოლოგიებზე გადავიდოდით, როგორ ვრცელდებოდა ეს ყველაფერი? მაგალითად, სტომატოლოგიური კლინიკაში უნდა წავსულიყავი და მეგობრმა მიჩია, რომ აქ წადიო. და მე ყველაფერი ტექნოლოგიურად გადავამოწმე. შევედი მათ ვებსაიტზე და უცებ სიმღერა ჩაირთო. გამახსენდა 2000 წელი ბოქსირებული ვებსაიტები იყო და ვიფიქრე ალბათ აქ რომ მივალ მეთქი კბილებს დამაძრობენ თქო. მაგრამ რეალურად რომ მივედი საუკეთესო კლინიკა იყო. ანუ ეს ბიზნესი კიდევ იმ პერიოდში იმყოფებოდა, როცა ფასად იყიდდა და მაშინ უფრო ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული. წარმოიდგინეთ ინტერნეტი როცა არ იყო, ბიზნესის განვითარება, ბელას ტორტი მახსენდება ხოლმე, სულ მაგ კუთხით რომ ინტერნეტის გარეშე უბრალოდ გავალ რომ ბელა ვიღაც მაგარი ქალი რომელიც მაგარ ტორტებს ყიდის. Dark social-ის იგივეა, შედეგი, ან ჩვენ შევეჩვიეთ რომ რაღაც უნდა გავზომოთ, მაგრამ ხანდახან გაზომვის გარეშე ბუნებრივ სიგნალებსაც უნდა დავაკვირდეთ. წინამდეგ შემთხვევაში უკვე თანამედროვე ციფრულ მარკეტინგში ფიზიკურად ვერ გაკაჩო. დიდი მადლობა.